მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლობო, ჩვენ ვართ სტუდიაში საგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები, სტუმრად მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია, მადლობა გიორგი მობრძანებისთვის. მადლობა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით წინა გადაცემაში აბესალომის აჯანყებაზე, დავით მეფის წინააღმდეგ და დასასრულებელი გვაქვს ეს თემა აბესალომი იერუსალიმში შევა აი ამ თხრობაში და შემდგომში გაიმართება ბრძოლა დავითის ხალხსა და აბესალომის მომხრეებს შორის და აქ გამოვყოფთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს. გიორგი, გავაგრძელოთ თხრობა. წინა გადაცემაში ვერ დავასრულეთ აბესალომის აჯანყების საკითხი. ხო, ჩვენ საუბრობდით მართლა ძალიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტზე ჩვენ მაინც ორიენტირებულები ვართ გზაჯვარედინების ხო, გამოვკვეთოთ არჩევანი მათი. არჩევანი მათი. ჩვენ წინა გადაცემაზე სწორედ არჩევანის კვალობაზე ვსაუბრობდით, ორი არჩევანი გამოვკვეთეთ, ეს არის აბესალომის არჩევანი და დავითის ხვედრი ამ არჩევანის დროს და მეორე მხრივ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაგრძელებთ საუბარს სწორედ დავითის არჩევანზე, რომელიც გახდება ხვედრი აბესალომისათვის. ეს არის მეორე მეფეთა მე-16 თავი. ხო, მე-16 თავი, რომელიც მაყურებელს რომ შევახსენოთ საწაიკითხოს 17-ზე, მე-18-ზე გავახსენებთ. ხო, ისე თქვა მინდა. ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამ დევნის კონტექსტშია წარმოდგენილი წმინდა წერილში, გახლავთ ის, რომ აი ჩვენ წინა გადაცემაზე კი ვთქვით, მაგრამ ახლა აქცენტირება მინდა რა ამაზე განსაკუთრებული, რომ დევნილი დავითი არ არის დაუწყურებული დავითი. ის რომ დავითი იერუსალიმს ტოვებს, ისო დავითი გარბის, ეს ანიშნავს იმას, რომ დავითი დასუსტებულია. ნამდვილად არ ნიშნავს ამას. დავითს აქვს საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობა, საკმაოდ ისეთი ძალა, რომელიც მას დაპირისპირების საშუალებას აძლევს ყოველ შემთხვევაში. მისი გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილება ასეთი დაპირისპირების მაგალითებს და ამასეთ დაპირისპირებაში ძლევის მაგალითებს მრავლად შეიცავს. მაგრამ დავითი გარბის, დავითი არჩება. დავითი უფრთხილდება რაღაცა უფრო მეც, ვიდრე შეიძლება ეს იყოს მისი პატივი იერუსალიმში. აი სწორედ ამ კონტექსტში წმინდა წერილი ერთ დეტალზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ ვინც მიდიოდნენ, ყველაო თავდაბურული იყო და ტიროდაო. ანუ ცრემლებით ეთხოვებიან იერუსალიმს, ცრემლებით გადიან და მათგან განსხვავებით დავითი, რომელიც ასევე ტირილს და თავდაბურულია. დავითთან დაკავშირებით ნათქვამი რომ ის ფეხშიშველი მიდის. იცით ეს ძალიან საინტერესო კონტექსტია. ეს დავითის მიერ საკუთარი თავის დამდაბლების დეტალია. როდესაც დავითი, მეფე დავითი, ფეხშიშველი მიუძღვის თავის ერთგულ საზოგადოებას. ამ მდგომარეობით დავითი აჩვენებს არა იმას, როგორი ძლიერია ის, არამედ იმას, როგორი იმედი აქვს მას ღმერთისა, რომელიც მან დევნილებიდან უნდა გამოიხსნას. მისი ფეხშიშველი სიარული, მისი თავის დამდაბლება, ეს არის აქცენტირება, პირდაპირ მითითება იმაზე, რომ ჩემი იმედი ხართ არა თქვენ, არა რაღაცა სამეფო ძალმოსილება, არამედ ის, ვის წინაშეც ამ გლოვით თავს ვიმდაბლებნე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ამ ხალხს აი არ უნდა გქონდეთ ლეგენდარული მეფის იმედი. ამ ხალხს უნდა გქონდეთ ლეგენდარულ მეფეს როგორი ურთიერთობა აქვს ღმერთთან აი იმის იმედი. უნდა იყოს არა დავითი ხსნელი ისრაელისა, არამედ ღმერთი, რომელიც დავითის ხელით იხსნის ისრაელს. აი ეს ურთიერთობა, აი ეს მიმართება ღმერთთან არ უნდა იყოს ჩანაცვლებული დავითის მიერ. დავითი არ უნდა აეფაროს ამას ყველაფერს პირიქით. ამისი მაჩვენებელი უნდა გახდეს. მდინარე იორდანესთან მოიყრიან თავს და ძალიან ლამაზად წერია წმინდა წერილში, რომ გავიდა დავითი ქალაქიდან, ქალაქში შევიდა აბესალომი. ქალაქთან დაკავშირებით თხრობა იმაშება, რა ქვია, წარმოაჩენს თავის თავს, იმიტომ რომ ახლა თითქოს და ქალაქს გვერდი უნდა უარო, რომ
ხეტიალი დაიწყო და ღმერთს არ დაეკარგო თითქოს და დავითი იმ ქალაქიდან არის ახლა გაყვანილი, ხოლო აბესალომი ამ ქალაქშია შესული სწორედ. ახლა, როდესაც აბესალომი სამეფო სასახლეში შევა, პირველი რასაც ისევ სრულიად ლოგიკურად, სრულიად ბუნებრივად ეს არის ის, რომ დაიბარებს თავის მორჩილებს, რჩეველებს და იტყვის, რომ ახლა მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთო პირველი. და ახიტობელი, რომელიც შეეკრა აბესალომს, ის ეტყვის ასეთ რამეს, რომ 10 ხარჭა, რომელიც დატოვა დავითმა სასახლის მოსავლელად, ბანზე გაშალე კარავი და მთელი ისრაელის დასანახავად შედი მამაშენის ცოლებთან. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ახიტობელი არის ყოფილი მრჩეველი დავით მეფის, რომელიც დავით მეფის ძალიან გავლენიანი ხალატის მერე ხო გადადის აბესალომის მხარეს. აბესალომის მხარესა კი. ხლა რა არის საინტერესო? რატო ურჩევს ამას ახიტობელი? ორი რამის გამო. პირველი, ახალ ტრადიციის თანახმად, ცოლის ხელმყოფელის არის ის ქონება, ის სიუცე, ის საბადებელი, რომელიც მის მეუღლემ, რომელმაც დაკარგა ცოლი ვიღაც სისასარგებლოდ. მის სასარგებლოდ კარგავს ის მთელ თავის მემკვიდრეობას. მეფესთან დაკავშირებით ეს განსაკუთრებით ხაზგასმულია. ამიტომ არის მეფის ჰარამხანას განსაკუთრებული დაცვა ყავს და განსაკუთრებული ყურადღება აქვს მიქცეული. ამიტომაც არის რომ ამ სიუცეში საჭურისები მსახურობენ. იქ რაღაცა ერთგულების ფიცი და დედაზგეფიცები თვალი არ გამეპარება და რაღაცა მას არავინ არ დაიჯერებს, არავინ ამისი ბედად არ იქნება, მას უნდა ქონდეს გარანტიები, რომ აქ შესული მამაკაცი უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ ცოლის ხელმყოფელი ეს აჯანყების ტოლფასია, ამიტომ ჰარამხანის სიდიდე ეს არ არის მარტო დედათმოყვარეობის მაჩვენებელი, ჰარამხანის სიდიდით მეფე თუ შეიხი თუ ეს პიროვნება აჩვენებს თავისი ძლიერებისა და გავლენის პარამეტრებს, რომ მას ისეთი ძლიერი გავლენა აქვს, ისეთი მდიდარია, რომ მარტო თავის ჰარამხანის უსაფრთხოებაზე, ამხელა ჰარამხანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იღებს. ამიტომაც დავითის ხარჭასთან აბესალომის შესვლა ეს იქნებოდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მამაჩემის რაც იყო, ახლა ეს არის ჩემი და ამის თვალსაჩინოებას წარმოადგენს სწორედ აი შესვლის აქტი. ძალიან საინტერესოა, რომ აბესალომის მიერ ხარჭებთან შესვლა, დავითის ხარჭებთან შესვლა სწორედ იმ ბანზე მოხდება, სადაც დასეირნობდა დავითი, როდესაც მან თვალი კიდა ურია ქეტელის მობანავეა. დავითის თავზე რაც ხდება ახლა ყველაფერი ნათან წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი სიტყვების გაგრძელება არის. ამ კოლგის ქვეშ ხდება, რომ შენი ოჯახიდან მახვილი არ მოიშლა. არ უნდა რასაც შენ დაფარულად აკეთებდი, იმას ზისით, დღისით შენი ის რა ქვია, ყოველას თვალწინ გავაკეთებ, შენი მოყვასი შევლენ შენ ცოლებთან და დაწვებიან მათ თვალწინ. და სწორედ ეს ხდება ახლა. მეორე დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ახლა მე მინდა ამაზე განსაკუთრებულად დავძრა სიტყვა და რაც გულისხმობ. იმ რჩევაში, რომელი რჩევა სახიტობელიდან მოდის, თავისი განმარტება ახლავს. როგორ უნდა გაბედოს ეს აბესალომმა? ეს მამის ცოლთან შესვლა, ეს ძალიან დიდი უსინდისობაა და ძალიან დიდი დედაცემულობაა. ეს არ არის ის, რითაც შენ მაგალითს მისცემ ისრაელს და თავს მოიწონებ ისრაელი. პირიქით, ამან შეიძლება ისრაელიანებისაგან უკუგება უარყოფითი მოქცეს. აი მაგალითად ჩვენ მსგავსი საშინელი მაგალითი ვიცით რუბენის შემთხვევაში, როდესაც ის იაკობის ხარჭასთან შევა და პირშეობა ჩამოერთმევა და მთელმა ისრაელმა იცის, რამდენად მიუღებელი და უზნეოს აქციელია ეს. ამით თავს ვერ მოიწონებ. მაგრამ ახიტობელი სხვანაირ რჩევას აძლევს. ახიტობელის ეს გამჭრიახობა, ეს ისა ამაში მოიგულისხმება. სწორედ რომ რაშიც სხვა ხედავს რაღაცა საშიშროებას, ახიტობელი იქ გამოსავალს ხედავს. ამიტომ ეს ძალიან ისეთი პიროვნება, საშიში პიროვნება და ძალიან გავლენიანი და ძალიან ჭკვიანი. ისრაელიანთა გული მაინც დააზროვნება მერყეობს. აბესალომის შვილია მაინც დავითის. და ახლა ჩვენ რომ მივემხროთ აბესალომს, ხვალდაზექ მამა და შვილი მაინც შერიგდებიან. და ამის მაგალითი არსებობს. მამამ შეირიგა აბესალომი. და
და მე რომ შერიგდებიან, ისინი კი თქმილა და კარგად იქნებიან ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ როგორც დავითის მოღალატეებს სასჯელი არ აგვწდება. და ამიტომ ისრაელი კი უყურებს ამ ფაქტს, მაგრამ მერყეობს. მაინც არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ვინ არის მისი მეფე ბოლო-ბოლო, დავითი თუ აბესალომი. და ახიტობელი ამას ეუბნება, სწორედ რომ შენ როდესაც გნახავს ისრაელი, რომ შეხვედი მამა შენი სოლებთან. ამით დადასტურდება, რომ მოძულებული ყავს შენ დავითი და დავითი მოგიძულებს შენ. ანუ არანაირი შანსი შერიგების. შემდგომ შერიგებისა, ამით შენ ამ ხიდს წვავ, ამ იმას რა ქვია, სპობ ამ იმას რა ქვია, ალბათობას და შესაბამისად გადაწყვეტილება, რომ მოგემხრონ შენ, იქნება უფრო მტკიცე და იქნება, ანუ ხო, ეს მერყეობა მოისპობა ისრაელში. ამიტომ ეს ახიტობელის რჩევა საინტერესო ამით იყო სწორედ. აბესალომი მიიღებს ახიტობელის რჩევას და შევა მამამისის ხარჯებთან და მთელი ისრაელი, მთელი ისრაელში იგულისხმება ის სივრცე, რომელიც სივრცესაც აკონტროლებს აბესალომისკენ გადავა და საკმაოდ ისეთი გაძლიერდება აბესალომის აჯანყება. აბესალომი უყურებს იერუსალიმს, რომელიც არ შეცვლილა არაფრით, უფლისყიდობანიც აქაა, ღვთისმსახურება, ჩვეულებრივ არაფერი არ შეცვლილა გარდა პოლიტიკური გადატრიალებისა. უბრალოდ მამის წინ მოვიდა შვილი, რომელიც ასევე უნდა მომხდარიყო. ახლა დავითი რო გარდაიცვალებოდა, მისი ერთ-ერთი შვილი უნდა გამეფებულიყო. უბრალოდ შეიცვალა ეს, რომ დავითი თუ კი სხვაზე ქონდა აქცენტი გაკეთებული, დიდი ალბათობით ეს ასე იყო, აბესალომი უბრალოდ მოვლენებს დაასრულა და სხვა მიმართულება მისცა ამ ყველაფერს. ახლა დავაკვირდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამას. აი ამ სივრცეში, როდესაც სივრცეს, რომელსაც ახლა აბესალომი წარმოადგენს იერუსალიმს, ამან აქ არაფერი არ არის შესული, აბესალომი გეგმავს, რომ გააგრძელოს ის აღმშენებლობა, რაც მამამისის მეფობის დროს იყო. არ აძლევს, ასე ვთქვათ, თავისუფლებას, სიტყვაზე ვთქვათ, ეს ისრაელის მტრობის გამოკეთდებოდეს. არა, ეს მტრობა იყო კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, თორე ისრაელი უნდა იყოს ისევე წარმატებული სამეფო. ვერ იქნება. აი ასეთი მეფის ხელში ვერ იქნება. აი ასეთი უზნეობით დაწყებული მამის წინააღმდეგ ხმლის გამაშიშულებელის, მამის ცოლებთან დაწოლის, ასეთი გაიძვერას, ასე ქვია, მლიქვნელური ხრიკებით ვერ იქნება. შენ შეიძლება კარგი ეკონომიური პროგრამა შესთავაზო ამ დროს ისრაელს, შეიძლება კარგი პოლიტიკური ხედვა გქონდეს, მაგრამ შენი პირადი დამოკიდებულება პროცესებისადმი, ეს გადამდებია შენი სამეფო კარისათვის, გადამდებია მთელი იმ საზოგადოებისათვის, რომელიც სამეფო კარის შემდგომ გრძელდება და ამ საზოგადოების გარშემო შემოკრებილი ასევე მთელი ხალხისათვის. ვერ ააშენებ შენ ამ დროს ასეთ ქვეყანას, ვერ იქნება ასეთი წარმატებული. შენი პიროვნული თვისებები ამის საშუალებას არ მოგცემს. აბესალომი გაიხედავს და ხედავს, რომ მოდის ხუშე არქიელი, ასევე ძველი მეგობარი და მრჩეველი დავითისა და ერთგვარი დაცინვით ეტყვის, ეს არის რომ შენი მეგობრობაო, რატო არ გაყავ? მაყურებელს შევახსენოთ, რომ ხუშაი დავითმა გააგზავნა აბესალომის კარზე მისასვლელად, იმისათვის რომ ახიტობელის თათბირი ჩაშალოს და ამცნოს დავითს, რას აპირებს აბესალომი. კი, ასია. და ეს ხუშაი შეხვდა აბესალომს და აბესალომი ცინიკურად ეუბნება, რატო არ ახარ შენ მეგობართან დავით. და ხუშაიც საკმაოდ ისე მოხერხებული არა ნაკლები, ჩვენ ეს შეხვედრაზე ვთქვით, აბესალომს ეუბნება, რომ მე ის ისრაელის მეფეს ემორჩილება. და გარდა ამისა, ეგრეც რო არ იყოს, ვის უნდა ვემსახუროთ, თუ არა მეგობრის შვილს, ხო? უფლის სულს, დავითი თუ მეგობარი იყო, მის შვილს ვემსახურების სწორედ. წმინდა წერილში მეტი არაფერი წერია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ ხუშაიმ ბევრი რამ უთხრა კიდე ისეთი, რომ აბესალომი კეთილად განაწყო. აბესალომი ასე მარტივად ხუშაის არ დაუჯერებდა. მით უფრო ახიტობელი არ მისცემდა აბესალომს. ასე მარტივად არ დათმობდა ინიციატივას. ასე მარტივად არ დათმობდა. ხუშაის ბევრი რამე აქეთ განაწებული და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ხუშაის ეხმარება აბიათარი და სადოკი და მთელი ის იერუსალიმის გარემო, რომელიც ფარულად დავითის ხარეს არის, მაგრამ ნუ ამას არ გამოხატავს დავითისავე ბრძანებითა და მითითებით. მეორე რჩევა, რომელიც ახიტობელისაგან მოდის, ეს არის ის, რომ სანამ დროა, დავითი დაღლილია და დაბნეულია. შეკრიბოს აბესალომმა ჯარი
დაეცეს დავითს და დაამარცხოს. არაცალოს დავითს ამოსუნთქვა. ეხლა ეს დათბირია შესაშლელი. ახლა ეს დათბირია, მაგრამ საინტერესო რა არის ის რომ ანდრია. აი, ახლა ასე ვერ გამოვკვეთავ, მაგრამ აშკარად ჩანს მინდა წერილში რომ ახიტოფელმა ეს უთხრა და გავიდა, რომ დარწმუნებული ახლა ვინ შეცვლის ამ ვინ გაბედავს სხვა რამე ურჩიოს, რომც ურჩიოს მის ავტორიტეტს აბესალომის წინაშე რა დაჭრილოს, რა რჩევა და აი ძალიან აი თვითდარწმუნებულია ეს კაცი, შესაძლებელია ცხოვრებაში ის ასე არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც მას გარკვეული ბოღმა გარკვეული სიძულვილი ამოძრავებს დავითის წინააღმდეგ და ამხელა ნაბიჯი გადაადგმევინა აბესალომს, მამამისის ცოლებთან დააწვინა. მამადრის ეს ახლა ამაზე კმაყოფილება. მას წმინდა წერილი ამბობს ახითობელის თათბირი, გინდა ღმერთს შეკითხო და ვინმე ისეთი იყო. და ასეთი იყო აბესალომისთვისაც და ასეთი იყო დავითისთვისაც. ასეთი იყო დავითის, რადგან ავტორიტეტი არის ფაქტიურად შეუძლია. ის იტყოდა, რომ აი ამ მიზნის მისაღწევად, ამას თუ გააკეთებ, მიზანს მიაღწევ, როგორ წესი ეს ხდებოდა ასე. რომ ძალიან გამჭრიახი იყო. ძალიან გამჭრიახი იყო და მე ისე თქმა მინდა მამანდრია, რომ როდესაც აბესალომი შედის დავითის ცოლებთან, ეს უნდა გაბედოს აბესალომმა. ხო, უნდა დაარწმუნოს რაღაცა. ხო და რადგან აბესალომმა ამაში დაუჯერა ახიტობელს, ახიტობელი დარწმუნებულია ახლა რომ მის ავტორიტეტს უბრალოდ აი აბესალომი მას ეკუთვნის ახლა. მისი ზნეობრივი ქოლგის ქვეშ არის. მოდი დავსვათ კითხვა. რა დააშავა ნაკლები ამნონმა თამარის წინააღმდეგ? ის თუ თავის ნახევარ-დასთან დაწვა, რომელზე ქორწინება შეიძლებოდა, აბესალომი საერთოდ მამამისის ცოლებთან შედის, რომელიც ძალიან მძიმე საქციელი, რას მინდა ხაზი გაუსვა, ბოროტება როგორ ხდება, როგორ მძიმდება და როგორ ვერ ისვენებს და როგორ უფრო დიდ ბოროტებაში გადაიზრდება. ამიტომ არის, როდესაც მაცხოვარი ჩვენ გვეუბნება, რომ ბოროტება სიკეთით უნდა მიიღო, მაწყევარს უნდა ლოცავდე, ეს არის არა რაღაცა სიტყვაზე ვთქვათ, ზედაპირულად გასაგები, არამედ ეს არის ის სტრატეგია, რომლითაც აუცილებლად საბოლოოდ გამარჯვებული სიკეთე გამოდის. სხვანაირად ვერ შეამცირებ ბოროტებას ქვეყანას. პირიქით. ეს განვითარება, როდესაც შენ მაწყევარს ლოცავ, ამით შენ ყველაზე როგორ გითხრათ, ყველაზე ძლიერი მეომარი ხარ ბოროტების წინააღმდეგ. ამ დროს ყველაზე მეტად ემტერები ბოროტებას. მეორეს მხრივ ვთქვათ, როდესაც მაწყევარს წევლი ერთი მაწყევარით მეტი არის ქვეყანას. ერთი მაწყევარით მეტია ქვეყანაზე. როცა ლოცავ ერთი მლოცველით მეტია. ხო, ერთი მლოცველით, ანუ ამ შემთხვევაში ბოროტებას ან აძლიერებ, ან არაძე, ან ორით. ანუ ერთი მაწყევარით მეტია თუ ერთი მლოცველით მეტი არის, ესე იგი. ახლა საინტერესო რა არის ის ამ დროს გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება? რა მოტივი უნდა გამოძრაობდეს? აი სწორედ ამაშია საქმე. ეს არის ის შინაგანი ასკეზა, როდესაც ადამიანი როგორც მინიმუმ სვავს კითხვას, სწორი საქციელია თუ არასწორი საქციელი, ამის შემდეგი ეტაპია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე რაც მინდა იმას კი უნდა ვაკეთებ და რაც ღმერთს უნდა იმას უნდა ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მომანდრი. ამიტომაც აი როდესაც ჩვენ ამ ბოროტების ესკალაციაზე საუბრობთ რაღაცა ისეთზე, სადაც აბესალომი მიექანება არ აქვს არანაირი საშუალება რაღაცას ხელი მოჭიდოს და გაჩერდეს და ამ გზაზე კი არ წავიდეს რაღაცა აი ეს გზაჯვარედინი, როდესაც მან არამართებული მიმართულებით გადაკვეთა მიდის ამ არამართებულების რაც უფრო შორს მიდის, უფრო ცილდება იმ შესაძლებლობას, სადაც შეიძლებოდა მართალი გადაწყვეტილება მიეღო. ეს არის ბოროტების ძალიან დიდი სიმზაკვე, ძალიან დიდი სიმძიმე. რაც უფრო შორდები, ამ მართებულ არჩევანს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ხვდები. ახიტობელი რომელიც დარწმუნებულია ახლა აბესალომს ამხელა ნაბიჯი გადაადგმევინა. ამხელა სიბიძურე გააკეთებინა. ხო, ის მისის ნეობრივი მონა. ის მის აუცილებლად დაემორჩილება და როდესაც აქიტობელი კმაყოფილი გადის, შედის დარბაზში ხუშაი, არქიელი და ახლა ისაძლევს შევას აბესალომს. ისმის კითხვა, რა საიდან იცის ხუშაიმ რა ურჩია აბესალომს ახიტობელმა?
ხო, თუ ცალ-ცალკე შევიდნენ, არის. ცალკეა ეს, იმიტომ რომ ის გავიდა და ახლა ეს შედის. ხა ხუშაი და ისა რა ქვია, აქიტობელი ერთად რო ყოფილიყო, იქ რაღაცა დაპირისპირება. ხო, ალბათ სხვანაირი, ხო. რაღაც ანდა ხუშაი სხვა რამეს მოიფიქრებდა, რაღაცას დაპირისპირება არ გამოვლინიყო, მაგრამ ხუშაი ეუბნება აბესალომს. ხო იცნობა მამაშენს. მამაშენის გარშემო რა ხალხი და როგორი ხალხია შეკრებილი, ეგეც ხო იცი. ბელებ წაგრილ ზუდაც გავს ახლა ისია გამწარებული არ გამოვლისხავ სადღაც ჩასაფრებულიაო და ეხლა ზუსტად იმას ელოდება რომ შენ გახვიდეს საბრძოლო და დაგეცესო და დამარცხდეო და პირველივე ბრძოლაში თუ კი აბესალომი დამარცხდება ისრაელი რას იფიქრებს აბესალომს ახლა კი ასე გავაკეთოთ შევკრიბოთო ძალიან დიდი ჯარი და სად უნდა გაგვეცესო დავითიო ქალაქშიც რო ჩაიკეტოსო იმხელა მთელი ისრაელი იქნება, იმდენი ვიქნებით, ქალაქს საბელს შემოვაკრებთ, ასე და გადავწევთო იორდანემდე, სადაც წყალს ჩავიყვანთო. ანუ რაღაცნაირად ხუშაის რჩევა იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა და ეჩვენა უფრო სწორედ აბესალომს, რომ ხუშაის რჩევას მიიღებს და დავითის დაუყოვნებლივ დევნაზე უასიტყვის. საიდან იცოდა ხუშაიმ რა რჩევა მიცა აქიტობელმა? ძალიან დიდი ალბათობით ხუშაი იმ აგენტურულ ქსელს ეყრდნობა, რომელიც დავითმა გააბა გარკვეული პიროვნებებით იერუსალიმში დატოვებით და ხუშაიმდე მივიდა ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც ეს სხვა კონკრეტული ვარიანტი არ აქვს. ორმა სამმა კაცმა იცოდა. ახლა საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ ანდრია ხუშაის ეს რჩევა თავისთავში გულისხმობდა მთელი ისრაელის შეკრებას, ანუ გულისხმობდა რაღაცა არანაკლებ პრაქტიკულს, ვიდრე პრაქტიკული რჩევა მისცა ახიტობელმა აბესალომს, მაგრამ დაუკვირდეთ ერთ რამეს. ამ ორი რჩევიდან აბესალომისათვის უფრო მართებულია აქიტობელის რჩევა და არა ხუშაის რჩევა. მაგრამ რატო აქცევს აბესალომი ყურადღებას ხუშაის რჩევას და არ აქცევს ყურადღებას აქიტობელის რჩევას. წერია ეს წმინდა წერილში. უფალს ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩაეშალა აქიტობელის თათბირი. დავითს აქვს ნალოცი. უფალს აქვს შესმენილი. ნუ აი ეს პრიმიტიული ენაზე რომ იმას აქვთ, ხო? ამიტომ ეს ძალიან საინტერესოა და ეს ძალიან საინტერესო მაგალითია დავითის ფსალმუნებიდანაც იგრძნობა, ხო? რომ შენ ლოცულობ, უფალი აკეთებს. შენ ხარ ღმერთთან. ღმერთი გისპოსტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამ შემთხვევაში აბესალომის ეს არჩევანი განპირობებულია იმით, რომ უნდა ჩაიშალოს აქიტობელის თათბირი. და ბრძანებას გასცემს აბესალომი, რომ ისრაელის შეკრებოს საჯარისო დანაყოფები, რომლის თავშიც თავის ერთ ნათესავს ამასაც დააყენებს აბესალომი, ჩვენ ვიცით იოაბია, ხო ხედავ თავარი დავითისა. ის ნათესავი არის ამ ოჯახის, ამასაც ნათესავია, ოღონდ ცოტა შორეული კუთხით და მას დაავალებს ჯარების შეკრებას და გალაშქრებას დავითის წინააღმდეგ. ამასასა და იოაბს შორის არის დაპირისპირება. დაპირისპირება აქამდე არ იყო, მაგრამ გაჩნდება. ვინაიდან ამასა ეს არის ის, ვინც იოაბისთვის კონკურენტად წარმოჩნდება, ისე როგორც თავის დროზე შეიძლება საულის ხედავთავართან დაკავშირებითაც ყოფილიყო ნაგულისხმები. ახლა ქუშაი როდესაც გამოვა აბესალომისგან ამ ინფორმაციას მიაწვდის სადოქს და აბიათარს, რომ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ დავით აბესალომმა მოულოდნელი სასწრაფო დევნა დაიწყოს იორდანის მიმართულებით და გააგებინონ დავითს, რომ სასწრაფოდ დატოვოს იორდანის დასავლეთი სივრცე და გადავიდეს ტრანსიორდანიაში. სადოკი და აბიათარი ახიმახს და იონათანს მათ შვილებს შეატყობინებენ ამ ამბავს, რომლებიც იერუსალიმში არ არიან შემოსულები, დამალულები არიან და ისინი უნდა წავიდნენ დავითამდე ჩავიდნენ და ეს ამბავი ჩაიტანონ, თუმცა ვიღაცა ყმაწვილი აი ამ ქსელს შეამჩნევს. ხო, აბესალომს მიუტანს ამბავს და აბესალომის ეძებენ და ნუ ვიღაცა გადაარჩენს იმათ რაღაცა და დავითამდე ჩაიტანენ დავითამდე ამ ამბავს და დავითი ფრთხილად იყოს.
დავითი სასწრაფოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იორდანე უნდა გადაალახოს, გალაადის მხარეში გადავიდეს და ისრაელისგან განსხვავებით გალაადის სივრცე, ეს სივრცეა, რომელიც ძალიან დიდი პატივით მიიღებს დავითს და ძალიან დიდი ისა რა ქვია, ერთობა იქნება დავითთან და მორჩილება დავითისა. ახიტოფელთან მიდის სუდი ამბავი. რაღაცა არ ჩანს ის გარემო, რომ აბესალომმა მოусმინა მის იმას, რა ქვია, რჩევას და დაიწყებს გამოკითხვას აბესალომთან, რომ რატო არ მოქმედებს. და პასუხი მარტივია, პასუხი ის არის, რომ ვიღაცა სხვა, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ეს გუშაია თუ ვინ არის. არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცა სხვა აბესალომს უკეთესი რჩევა მისცა. ახიტოფელმა შეიძლება ბევრი რამე მოიწმინოს, მაგრამ მასზე უკეთესი რო ვიღაცა ამას ვერ აიტანს. ეს ამ პარტავნების წავიდა და თავი მოიწა. წავიდა და თავი ჩამოეშო თავის სახლში. აი ეს ამ პარტავნების უზემოესი სივრცე. ნუ ესე იგი მისი ცხოვრების იდეა ფიქსი იყო. მთლიანად რომ გაქრა. ხო, იდეა ფიქსი იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო თავარი რჩეველი. ნომერ პირველი რჩეველი. რა დავითთან და რა აბესალომთან. ანუ მასზე ჭკვიანი თუ ვინმე გამოჩნდა, ნუ ის ცხოვრება აღარაფრად არ ოღეს მას. ხო. და ეს ამპარტავნების ის წმინდა წელში რა კარგად არის წარმოქმნილი, რომ ეს რომ გაიგო, რომ აი დარდისაგან მოკვდა კაცი და უბრალოდ სიცოცხლეს დაკარგა სიცოცხლე. ესე რა საოცარი არის დავითის გვერდით აგერ იოაბია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს და ზოგჯერ დავითი ვერ იღებს გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ. აგერ აქიტობელი ყავდა მას გვერდით მრჩეველი, რომელიც თურმე გველივით ელოდებოდა, როდის აბარბაცდებოდა დავითის ხელისუფლება, რომ მაშინვე მახვილი ჩაეცა ზურგში და აი ამ გარემოში დავითი ამდენამეს ახერხებდა ღვთის შეწევნით. ხო, აი ეგ ძალიან საინტერესოა. თან აღმოჩნდა, რომ ჩვენ წინა გადაცემაზე ვთქვით, რომ ბევრი უკმაყოფილო გაუჩნდა და უცებ აქეთ აბესალომი შეიკრიბება ჯარი, რომელიც გადავა საჯარისო წყობით ტრანსიორდანიაში, უნდა გაიმართოს ომი. დავითი სამ ნაწილად დაყოფს იმას, რა ქვია, თავის საჯარისო დანაყოფებს, სამოქალაქო ომია ისრაელში პრაქტიკულად. ერთ ნაწილს ჩააბარებს იოაბს, მეორე ნაწილს ჩააბარებს აბიშაის, მის ძმას, ხოლო მესამე ნაწილს ეთიკეთელს, რომელიც ჩვენ უკვე წინა გადაცემაში ვახსენეთ. და თვითონ ერთ-ერთი ამ სამიდან ერთ-ერთის მხედართმთავარი უნდა გახდეს, ერთ-ერთს უნდა გაუძღვეს ომში. დავითს ეუბნებიან, შენ არ წამოხვალ. შენ ჩვენა ეს 10,000 იწონი. ჩვენ თუ რამე მოგვივა, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ შენ თუ რამე მოგვივა, სანთელი უნდა ჩაუქრეს ისრაელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, მამანდრია, ვინაიდან დავითი ეს არ არის მეფე, რომელიც უზრუნველყოფილია რაღაც იდეებით, რა ქვია, ვიღაცის უსაფრთხოებით და ვიღაცის სახურებით. არა, ეს არის არა მარტივად სიმბოლო, ეს სიტყვაც არ მინდა გამოვიყენო, რომ სიმბოლო ისრაელის, არა, ის არის ქმედითი პერსონა, ქმედითი ისტორიული ფიგურა, რომელიც ქვეყნის ძლიერებას ემსახურება. არ შეიძლება ხა, იმიტომ კი არა ვიღაცა რიგითი ისრაელიანი სიკვდილი შეიძლება, სიკვდილი ყველასთვის მძიმეა, მაგრამ არ შეიძლება ვიღაცასთან მიმართებაში დავითის სიკვდილი იხსენიებოდეს. ის ვიღაცის სიკვდილი კერძო ოჯახის ტრაგედიაა და სამეგობროს ტრაგედია და დავითის სიკვდილი მთელი ისრაელის ტრაგედია შეიძლება იყოს. და ამიტომ შენ არ წამოხვალ ომში. და დავითს გადაათქმევინეს ომში წასვლა. დავითი არ წავიდა ომში, მაგრამ ამ ადგილას ნაკლებად ჩანს, მაგრამ მოგვიანებით მთელი სიცხადით გამოცხადება. ყველას გასაგონად ბრძანა დავითმა. დაინდეთო ჩემი შვილი აბესალომ. ძალიან საინტერესოა დავითი რო წასულიყო ომში. და აი შუაგულ ეპიცენტრში, მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. რას იზავდა დავითი? რას ნიშნავს ომში მიდიხარ? და ვიღაცა უნდა დაინდო. ეს ომი თავიდანვე წაგებული. ამ პრინციპით ომში წასვლა როგორ შეიძლება ვინმე დაინდო. დავითი პოლიტიკოსია, თუმცა ეთიკისაგან დაცლილი არ არის. საქმეს ეს არის, ჩვენ ახლა ვამბობთ ამას, თუ პოლიტიკა იყოს.
და ცოტა შორსა ვართ ახლა ამ რეალობისაგან. დავითი არის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ ომია, მაგრამ რაღაცა ზღვარი არსებობს, რომლის იქით ომი კიდევ უფრო დიდი საშინელება ხდება, ვიდრე თვითონ თავის თავს წარმოადგენს. და როდესაც ომი გაიმართება, ტაქტიკური გადაწყვეტილება იოაბის აბსოლუტურად მართებული იყო. ტყეში გაიმართება ეს ომი, מחვილზე მეტი ტყემ შეჭამაო. წერია წმინდა წერილში, ვინაიდან იქ რაღაცა ტონზე წამოგება, ფიწალზე წამოგება, ორმოში ჩავარდა და ასე შემდგომ გაცილებით მომგებიანია ამ შემთხვევაში იოაბის რაზმებისათვის არა გაშლილზე გასვლა, არამედ სწორედ ამ ტყის სივრცეში ბრძოლის მიღება. და ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი წმინდა წერილში, აბესალომი ჯორით როგორ გაირბენს ერთ-ერთის ქვემოთ და დიდი თმები ჰქონდა მას. წრიდან წლამდე არ იკრეჭდა, როცა შეიკრეს და 300 შეკელი სამეფო საწონით იწონიდა, თმა არ არის მძიმე ხო, მაგრამ ძალიან ისეთი ხშირი თმები ჰქონდა მას, გამოედება თმებით იმას, რა ქვია, ტოც და მიწასა და ჰაერს შორის, ეს ჯორი გააგრძელებს მას და ეს კედია ჰაერში მიწასა და ცეცას შორის ამ ტონზე დაკიდებული და ერთი მიირბენს იოაბთან დაიწყოს დავინახეო, როგორ ეკიდაო, იქაო და იოაბი ეუბნება. აქ რას მოდიოდიო თუ დაინახე ვერ განგმირეო? ეს ეთყობა ძალიან ისეთი ვაშკაცი მეომარი ხარ, მეომარი ყველა ვაშკაცია, მაგრამ ამას რაღაცა მეტი აქვს, ვიდრე თქვა რაღაცა სხვა გამბედაობა აქვს. და იოაბს ეუბნება. გავიგეო, რასაც ამბობდაო მეფე, აქედან ჩანს, რომ დავითმა ყველას გასაგონადა თქვა ეს ბრძანება, განსაკუთრებით თქვენ გითხრათ. განსაკუთრებით, რომ დაინდეთო. რომ მოგეკლავო იოაბი ეუბნება ამ ჯარისკაცს. 10 ვერცხლს მოგცემდი და სარტყელს მოგცემდიო. ეს მეომარი პასუხობს, 10 კი არა. 1000 ვერცხლი რომ მოგეცა. ხელს არ მოკიდებდი მაინც აბესალომს, იმიტომ რომ საქმეზე რომ მიმდგარიყო, შენ განზე გადგებოდი და მეფის ბრძანების დარღვევა მე დამბრალდებოდა. ძალიან თამამია ეს კაცი. იოაბს ძალიან ისეთ რამეს უბედავს. ასეთ რამეს ვერ უბედავ იოაბს. თყობანო წმინდა წერილი არ გვეუბნება, მაგრამ მას აქვს ამ სითამამის რაღაცა საფუძვლები ან ახლობლობა იოაბთან და რაღაცა. იოაბი ეტყვის ახლა კი განახება მაგ სიტყვებს, ტყუილად კარგავ დრო შენთან ლაპარაკეთო. და წაიყვანს სამ თავის წარმომადგენელს და სამ ხოროლს გამოართვევს და შიგულში ჩასცემს იოაბს. შემდგომ დაესევიან აბესალომს მოგადეთ, შემდგომ დაესევიან ისინი და აი აბესალომს აკუწავენ და ჩეხავენ, ორმოში ჩააგდებენ, ქვებს დაახვავებენ და იოაბი ბუქს კრავს ნიშნად გამარჯვებისა, რომ ჯარი მობრუნდეს. წმინდა წერილში წერია, რომ ეშეტაკება გრძელდება კარგი ხანი კიდე. რო აღარ დაიხოცოს ხალხი, ამ ნიშანს გასცემს იოაბი და ისრაელი, დავითის ისრაელი გაიმარჯვებს. ეს ძალიან სიმბოლური ამის თქმა მინდა. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ აბესალომის ისრაელი ვერ იმარჯვებს, დავითის ისრაელი იმარჯვებს. და იქ ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდია, რომ ახიმაკი, რომელიც გადაყვა დავითს, ეს ამბავი მიუტანა და გადაყვა სადოკის ძე, გადაყვა დავითს, ეუბნება იოაბს, რომ გავიქცევი და მეფესო ვახარებო, ამიტომ მეფის מחარებელი იყო განსაკუთრებული ისა და ვერ იქნებიო შენო კაი ამბის מחარებელი, რადგან უფლისწული მკვდარიაო და ვიღაცა იმას ქუშალს დაუძახებს და ეთქოს, რომ წადი მეფეს მოუყევი ყველაფერაც მოხდაო. და ეს ქუშელი გაიქცევა. ხა, რატო უფრთხილდება იოაბი ახიმაკს? ახიმაკი სადოკის ძეა. და მომავალი მღვდელია. და იოაბი კარგად მიექცეთ ყურადღება, იოაბი ძალიან გამჭრიახია. იოაბი აბესალომი კი მოკვდა, მაგრამ იოაბის ინტერესები არ მოკვდა. აბესალომში მოკვდა უბრალოდ იოაბის ინტერესები, თორე იოაბს თავისი ინტერესები სხვაგან გადაიტანს, რა პრობლემაა ეს? ჩვენ მე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. და აი რაღაცნაირად არ უნდა იმ ურთიერთობის დაძაბვა, რომელიც შეიძლება მომავალ მღვდელმთავრის პირისპირ აღმოჩნდეს, როდესაც დავითის შემდგომი პერიოდი დაიწყება. და დაინდოს, ასე ვთქვათ, მას ასე ვთქვათ, აი ამ მდგომარეობა შევა. და ეს ქუშელი რო გაიქცევა, ეს კიდე ეტყვის, რომ წავალო
ძალიან უნდა რომ ძალიან უნდა წავიდეს და იუაბეუნება არ გინდაო შულო და მესამეჯერ ხა კაი თუ გინდა წასვლა წადიო და ახლა ამასაც წადეს იმიტომ რომ ეს კუშელი წესით შორს უნდა იყოს ასული და მაინც ვერ მიასწრებს ამას და აი წმინდა წერილში ჩანს ამ ახიტო ამ მასაკვი აქ იმას ქონდა სირბილის თავისი რაღაცა ფორმა ჩქარა დარბოდა ძალიან და გაუსევს ამ კუშელს დავითი გალავანთანს მაგრამ არ ეთქვის ხო ეს რომ გალავანთანს ეს კაი მოხერხებულია იუაბი ჭკუის დარიგება აქვს მარტო კარგი ამბავი ხო გალავანზე ის აყავს კაცი დაკანებული დავითს და გაზახებს და ეს კაცი დავითს რომ ერთ კაცს ხედა მორბისო ხედავ ერთი კაცი და დავითი ამბობს თუ ერთი კაციო კაი ამბის სათქმელად იქნება ვინაიდან ჯარითო და ფანტული ერთი კი არა რამდენიმე მორბის უკან და מחარობელი იქნებაო ესო ხედავო მეორეც მორბისო სანამ ეს ქუშელი მოვა და სირბილზე გვატყობო რომ ახიმაღი უნდა იყოსო ხო და კარგი კაცია და ამბავის კარგი იქნება დავითის კულტურყოლოგული ხო რაღაცნაირად ისე ხო კარგს ელოდება ხო თავარი ამბავი აბესალომია ინტერესი ხო და პირველივე შეკითხვა ერთთანაც და მეორესთანაც არის როგორ არის საქმეც ეს არის მოირბეს ახიმაღი და ამბავს მოუტანს რომ მეფე ბატონის მტრები ღმერთმა დაამარცხა და დავითმა გამარჯვება მოიპოვა და დავითი უთმეს ახიმას და აბესალომზე რა ისმის აბესალომი აინტერესებს ომი რომ გამარჯვებით დასრულდებოდა ეს თუ არა მომავალი იცის ეს დავითმა დავითი ცხებულია უფლისაგან აბესალომი ჩემი შვილია ჩემი აბესალომი როგორ არის რაღაც ამბები კი დადიოდა მაგრამ ახლა აბესალომთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი და ამ დროს ეს ქუშელი და ეს მომავალი სასულიერო პირია მომავალი სასულიერო ასერტყილეს სუსტად იცის რა როდის რა უნდა ელაპარაკოს და გოდით გადააყენებს ამ ახიმახს და იმას ეუბნება რა ქვია ამ ქუშელს ეუბნება რა ამბავი მომიტანეო და დაამარცხაო მეფე ბატონის მტრები ღმერთმა და აბესალომზე ორას შენი მტერი იყოსო ისე როგორც აბესალომია მოკვდაო აბესალომ და დავითს ეს გამარჯვების დღე გლოვის დღეს გადაექცევა დავითი ზის და ტირის თავის აბესალომს აბესალომი რომელიც უნანელად მოკვდა პრობლემა ის კი არ არის რომ აბესალომმა დააშავა როგორ არ არის მაგრამ ამაზე დიდ საშინელებას ხედავს დავითი ამ დანაშაულში მოკვდა აბესალომი ეს არის მძიმე სწორედ ამას დასტირის მეფე და ისე ხმამაღლა ეს უბრალოდ ცრემლები კი არ მოზის ხმამაღლა ღრიელებს მისი ხმა გარეთ ისმის ხო რამდენიმე არის აბზაცია ხო ძალიან ხმამაღლა ტირის თავის მკვდარშვილს და ისრაელიანები რომ ხესვით მეფის ტირილის ხმა ქალაქში თითო შედიოდნენ ანუ შედიან არა ტრიუმფალური სულით გამარჯვებულად თითო შედიან შეიპარებიან და იუაბს ეტყვიან ტირისო მეფე იუაბი შეუვარდება დავითს. ამას ვერავინ აი ამ მართლა ბელებ წაგრილ ძუ გამწარებულ დაცს რო გავს. იმ დავითთან ვინ გაბედავს ახლა შესვლას? იუაბი კი. რას დამდგარხარ ვაქავ და რა გატირებს ოს ახლა ახლა. ისე იქცევია თითქოს დღეს ხსნა არ მიეცაო ღმერთს ისრაელისათვის. რო გიყურებო ასე ვხედავო აბესალომი გერჩივნაო ჩვენ თავს. ახლა გახვალ გარეთ. და ხალხს დაენახები როგორც გამარჯვებული მეფე. გააკეთე ისაც რაც მეფეს ევალება და მე შემოდი და გააგრძელი აქ ტერიტორია. საოცარი სცენაა ხო? და დავითი გახედავს იუაბს და უსიტყვოდ გადის. გახედავს და გავა და ისრაელს დაენახება როგორც გამარჯვებული მეფე. შემოვა უკან. და ისევ როგორც გამწარებული мама დაიტირებს თავის შვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს ის ტირილია რომელიც ტირილიც გრძელდება იმ უდაბნოში, სადაც თავს წაადგა ნათანი და უთხრა გაპატიაო შეღმერთობა ამ სინანულის გამო. מחვილზე არ არის მარტო მამა ანდრიას საუბარი, იმ מחვილს ავტომატურად დავითი ხედავს რომ მოყვება ცრემლი. დავითი მარტო מחვილისთვის არ ემზადებოდა ამ წინასწარმეტყველების შემდგომ. დავითის ცრემლები ამ מחვილის, ამ დევნის აუცილებელი თანაპირობა. აი ეს დატირებაც აბესალომისა ამის გამოძახილი იქნება სწორედ. გიორგი, დიდი მადლობა. დღევანდელი გადაცემის დრო იწურება ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ გადაცემაში მოგვიწევს გაგრძელება. უშუალო გაგრძელება არის ამ თხრობისა. დღეს კი დავამშვიდობები მაყურებელს
ამ ჩვენი თემით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ იმ ეპიზოდზე ბიბლიიდან, როდესაც აბესალომი აუჯანყდა დავით მეფესა და აბესალომის მომხრეებს შორის შემდგარი ბრძოლის დროს აბესალომი არის დაღუპული და შემდგომი თხრობა ჩვენ გვექნება დავით მეფის დაბრუნება იერუსალიმში. ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ზანდებოდეთ.